ვსწავლობთ ინგლისურ ენაში განსაკუთრებით ხმოვან ასობგერებს. მოგესალმებით. მე ვარ მაია, ინგლისური ენის ონლაინ მასწავლებელი. სანამ ინფორმაციას ბოლომდე მოусმე, გთხოვ, მოცემული ვიდეო გამიზიარე, დამლაიქე და დამიკომენტარე. მაშასე ვიწყებთ. როგორც ბევრმა იცის და ბევრმა თქვენგან მაიცით, რომ ინგლისურ ენაში გვაქვს 26 ასო. ამ 26 ასოსგან შეიძლება გამოვყოთ ხმოვანი ასობგერები. ესენია A, I, O, IU, I და Y. Y-ს მიიჩნევენ ნახევრად ხმოვანს და ნახევრად თახმოვან ასობგერად. ეხლა მინდა განმარტო, რატომ უნდა ვიცოდეთ განსაკუთრებით ხმოვანი ასობგერები ზეპირად. ხმოვანი ასობგერები გვეხმარება ჩვენ, მისი ზეპირად ცოდნა გვეხმარება ჩვენ, რომ გავიგოთ სიტყვები არის თუ არა ღია მარცვლიანი ან დახურულ მარცვლიანი. განმარტოთ ეხლა რატომ ღია მარცვლიანი და რატომ დახურულ მარცვლიანი. ღია მარცვლიანია ის სიტყვა, რომელიც ბოლოვდება ხმოვნით. მაგალითად, მე თქვენ ჩამოგიწერეთ plate, ის დაბოლოვდა I ასოზე. შესაბამისად, ხმოვანით რახან ბოლოვდება არის ღია მარცვლიანი. Umbrella დაბოლოვდა A ასოთი. რახან ხმოვნით დაბოლოვდა არის ღია მარცვლიანი. ხოლო თუ კი სიტყვა ბოლოვდება თახმოვან ასობგერაზე, მაგალითად GK, ამ შემთხვევაში სიტყვა არის დახურულ მარცვლიანი. Fog და back. რა გვჭირდება ღია და დახურული მარცვლის ცოდნა? ღია და დახურული მარცვლის ცოდნა ჩვენ გვეხმარება იმაში, რომ სიტყვა ამოვიკითხოთ სწორად. თითოეული ჩემს მიერ დასახელებული ასობგერები ღია მარცვალში განსხვავებულად იკითხება, ძირითადად ისე იკითხება, როგორც მას ქვია ანბანში, ხოლო დახურულ მარცვალში ის ისე იკითხება, ისე შეიძლება იკითხებოდეს, როგორც წერია. რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან ბევრი კითხვის წესები და ამას მაიკო მასწავლებელი ნელა-ნელა ეტაპობრივად გაგაცნობთ. მინდა რომ ჩემი ჩაწერილი ონლაინ გაკვეთილები იყოს რაც შეიძლება კრეატიული, რაც შეიძლება მარტივად აღსაქმელი. რა თქმა უნდა, მე კიდევ მინდა დავძინო ისიც, რომ აუცილებლად გვექნება შიგ და შიგ ახსნები ოღონდ ინგლისურ ენაზე. მთლიანად, აი თქვათ, თუ იქნება 5 წუთიანი ვიდეო, ან 2 წუთიანი, ან 1 წუთიანი, გააჩნია რილსი რამდენის უფლებას მომცემს, ამის მიხედვით შევეცდები, რომ სამოუვლოდ აუცილებლად ჩავწერო რაღაც თემატიკები ინგლისურ ენაზე. ამავდროულად მინდა მადლობა მოგიხადოთ ყველას თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის. წარმატებულ დღეს გისურვებთ და ველოდებით თქვენგან რაც შეიძლება მეტ კომენტარებს და აქტივობას.